რატომ უნდა წავიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა და ზოგადად წიგნები? პირველი, ანვითარებს ფანტაზიას და წარმოსახვის უნარს. მეორე, ანვითარებს ემპათიას. მესამე, აყალიბებს მდგრად და ჯამრთელ ფსიქიკას. მეოთხე, ადამიანს ხდის თავდაჯერებულს. მეხუთე, გეხმარება საკუთარი თავის პოვნაში და შეცნობაში. მეექვსე, ებრძვის დეპრესიას და სტრესისადმი ხდები მდგრადი. მეშვიდე, ანვითარებს ლექსიკას და სიტყვის მარაგს. მერვე, წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს. მეცხრე, ანვითარებს მეხსიერებას და კონცენტრაციას. მეათე, აუნჯობესებს აზროვნებას და ზრდის აზროვნების დიაპაზონს. მეთერთმეტე, გიყალიბებს მსოფლმხედველობას და მორალს. მეთორმეტე, გაძლევს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. მეცამეტე, გაძლევს სხვისი ცხოვრებით ცხოვრების განცდას და სხვადასხვა ისტორიის გამოცდილებას. მეთოთხმეტე, წიგნის კითხვა გამოგზაურებს სხვადასხვა სამყაროში. მეთხუთმეტე, გაცნობს ადამიანების სხვადასხვა ხასიათს და მსოფლმხედველობას. მეთექვსმეტე, კითხვა იძლევა იმდენ მრავალფეროვან სიცოცხლეს, რამდენ წიგნსაც წაიკითხავთ.